შეუძლია ვთქვათ ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს, როგორც არის ფარისებრის, ხო, ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი, თავისთავად გამოიწვიოს ფსიქიკურ სიმპტომები, ასევე პირველად ფსიქიკურ გარკვეულ პრობლემებს შესაძლებელია, რომ მათ გავლენა მოხდეს ენდოკრინულ სისტემაზე და მათ შორის ფარისებრის ფუნქციონირებაზე. და არის მესამე კიდევ უფრო ესეთი კომპლექსური, ასე ვთქვათ, რთული სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ ესე იგი ბევრი მექანიზმის ერთობლივება, როცა ორივე პრობლემა შეიძლება დამოუკიდებლად იყოს აღმოცენებული, ანუ სრულიად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ანუ მიზეზშედეგობრივი კავშირი პირველად დაავადების საწყის ეტაპზე არ იყოს, მაგრამ ერთმანეთზე მერე ურთიერთ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ანუ ცალკე აღებული შფოთითი აშლილობა, ცალკე აღებული და დამოუკიდებელი მექანიზმებით ფარისებრის ჰიპერ ან ჰიპოფუნქცია და ეს ორი პრობლემა მერე ერთმანეთთან ურთიერთქმედებდეს. როდესაც ჩვენ ხედავთ ხოლმე უკვე პაციენტთან რომ არის პათოლოგია, აუცილებლად მომიჯნავე სპეციალისტი უნდა ჩაერთოს, დამხმარე უნდა ჩაერთოს ამ შემთხვევაში. ხშირად არის ხოლმე მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ვთქვათ, ისეთი ზოგად ბეტა-ბლოკერებს ნიშნავთ ხოლმე, რომელიც აი შფოთვებზე სიმპტომურად ახდენს გავლენას. ასევე შეიძლება რაღაცა მსუბუქი სედაციური საშუალებებით ჩავთვალოთ ხოლმე მკურნალობაში. ეს ჩვენს გაიდლაინში არის დღევანდელი მოცემულად დაწერილი, რომ ბეტა-ბლოკერი და ეს მსუბუქი სედაცია შეიძლება ჩაერთოს, მაგრამ თუ უკვე ისეთი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, ესე შემთხვევაში რა თქმა უნდა ენდოკრინოლოგია აქ უკვე არაა მარტო საკმარისი და გუნდური მუშაობა ძალიან გადამწყვეტია და მნიშვნელოვანია.